გუშინდელი ღამე ინციდენტები დატვირთული იყო ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა თავდასხმის მთავარი ობიექტი, ისევ ჟურნალისტები იყვნენ. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ფიზიკური ბოლოს კი შეაფურთხეს. გარჩევები ბურჯანაძის მეუღლეც მონაწილეობდა, ბადრი ბიწაძის რის სხვა ამჯერად თავს ინტერნეტ ტელევიზია ITV ჟურნალისტი დაატყდა თავს. ტრადიციული ცეკვა და ჭამასმა გადაკეტილ კოსტავას ქუჩაზე ამ 5 ავტომობილმა გაამხიარულა. მანქანები, რომლებშიც მხოლოდ მძღოლები ისხდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის შენობასთან დემონსტრაციულად შემოვიდნენ. რის შემდეგაც აქციის მთავარმა მასპინძელმა ნინო ბურჯანაძემ შეკრებილებს ახარა, რომ აქციას უკვე აჭარად შეუერთდა. მივესალმოთ ჩვენ აჭარა და გურულ მეგობრებს. სანამ მომიტინგეთა ერთი ნაწილი აქ უხვად შემოტანილ ალკოჰოლს მიირთმევდა, დანარჩენებს უკვე თავისივე დაყრილ საკვებ ნარჩენებში ეძინათ. აქციას შემოერთებული აჭარის რამდენიმე მკვიდრი კი ჟურნალისტებს უკვე საკუთარ მოთხოვნებს აცნობდა. რაცმინდა ლიდერი, ძამით, ჩემი თავის ლიდერი ვარ მე. პრეზიდენტად არავინ არიობს საქართველოს შეერთდა პრეზიდენტი ეგრეთ შოვა. უყურებს ხორებას არ მოხდეს რა და გამოხორება მინდა და ვინც ხაის გააკეთებს არა ხორებაში. აი პირდება ყველაფერი და ის იქნება ლამაზი. მაგის ლიდერი არ ვიცი არავის ვერ რა. შედეგი ჯერა ჩვენ შინაგანში რა თქმა უნდა ჩვენი შინაგანიდან გამომდინარე რა თქმა უნდა დღეს იქნება თუ ხვალ მეტნაკლებად. აქციაზე მთელი ღამის განმავლობაში მომუშავე ჟურნალისტებთან მოპყრობის მაგალითი დანარჩენებს ბადრი ბიწაძემ და ნინო ბურჯანაძემ მისცეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბიწაძემ ჯერ ტელეკომპანია ITV-ს კორესპონდენტის გიორგი ჩხაიძეს ტრიბუნაზე აყვანა და როგორც თავად თქვა გასამართლებას სცადა, შემდეგ კი მას სიტყვიერი შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა. ბადრი ბიწაძემ ხდიდა ტანსაცმელს რომ მიკროფონი მოეხსნა, რატომღაც არ ვიცი რა უნდა და ну რა იყოს ის ერთი კიდე ცინიკური რაღაც იყო რა, როდესაც დაბლა გამეხსნა კოსტუმის ღილი და ბადრი ბიწაძემ დაუწყო კამერებს ყურილი რომ ეს გადაიღეთ. ბადრი ბიწაძეს არც აქციის პირდაპირ რომ თქვათ მთვრალი მონაწილეები ჩამორჩნენ. ჟურნალისტებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება აქაური შეკრების ლიდერებმა კარგ ტონად დაამკვიდრეს. ამ ყველაფერში გარკვეული სიახლის შეტანა უკვე ნინო ბურჯანაძემ სცადა. მან ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ სპორტის სასახლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული და გადამღებ ჯგუფებს ადგილზე მისვლა მოსთხოვა. თუმცა მას შემდეგ, რაც რეპორტიორები ბურჯანაძის მიერ მითითებული ადგილისკენ გაემართნენ, მან არაკომფორტული ფეხსაცმელი მოიმიზეზა და კოსტავაზე დარჩენა გადაწყვიტა. თქვენ ხო არა მე დღე ამ წუთში არ მაცვია კომფორტული ფეხსაცმელი და დაინდავენ სასურველი არ არის. გამოვიდეთ ცოტა ხანში. ასეთი გამოდგა დღევანდელი ღამე ნაგვით სავსე კოსტავას ქუჩაზე. თუ აქციის ორგანიზატორთა გეგმები კიდევ ერთხელ არ შეიცვალა, არსებული მდგომარეობა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა უკვე თბილისელების დიდი ნაწილით შეაწუხა, დღესაც გაგრძელდება.